საღამოშიდობის. ჩვენ ერთად ვუყურებდით ახლა აკრედიტაციის გარეშე და შეგვიძლია, ასე ვთქვათ, შევაფასოთ დღის განმავლობაში რა ხდებოდა მთელი დღის განმავლობაში ტელეკომპანია იმედის მაესტროს ტერიტორიის გარეთ თუ შეგდით იმიტომ რომ დაიფაროს იგივე სცენარის გამეორება. ეს ჩემი განწყობა, იმიტომ რომ მომენტშიც მონაწილეობდი იმ პროცესებში და ახლა დღესაც ჩვენ საუბრობთ იმაზე, როცა ვუყურებდით აკრედიტაციის გარეშე, სასაცილოა სატირალი რომ არ იყოს ნამდვილად ყველაფერი ის რაც ხდება დღეს მაესტროს ირგვლივ. შენი შეფასება როგორ იქნება? თუ უფლებას მომცემთ, ცოტა შორიდან დავიწყებ მოვლენის შეფასება. საქმე იმაშია, რომ მართლ გუნდს და მასთან გარიგებულ პოლიტიკურ პარტიებს პრაქტიკულად რომ არა ბატონი ბიძინა ივანიშვილის გამოჩენა პოლიტიკურ არენაზე პრაქტიკულად გარანტირებული ჰქონდათ, მე ასე ვთვლი, შემდეგი არჩევნები როგორც მოგებული. სავარაუდოდ ალბათ დაახლოებით 60%-ით ისე ჩემი აზრით ისევ მართველი გუნდი ამ ადგილებს შეინარჩუნებდა და დაახლოებით 40%-ს გადაუნაწილებდა მისივე შერჩეულ სამ პოლიტიკურ პარტიას, რომელსაც გამოაცხადებდა ოპოზიციურად და ძალიან დიდ სიამტკბილობაში ვერ ვიტყვი, იმიტომ რომ მათ როგორც წესი სიტყვიერი შეწინააღმდეგების და ასე ვთქვათ პრეტენზიების გამოთქმის უფლება ყოველთვის აქვთ, მაგრამ გადაწყვეტ მომენტში საქმით ასე ვთქვათ უგორებენ იმას, რისთვისაც მიცემული აქვთ როგორც წესი ეს მანდატები. ეს პოლიტიკური სურათი ხა რაც დაგვიხატეთ, ალბათ ესე იქნებოდა, იმიტომ რომ პრაქტიკულად მე ვთვლი რომ კავშირშია. პრაქტიკულად გაკოტრებული იყო ოპოზიცია, მე ასე ვთვლი და ასეთი ძლიერი მოთამაშის გამოჩენამ, რომელსაც ძალიან სერიოზული ხალხის ნდობა აქვს, იმიტომ რომ ძალიან ბევრი სიკეთე აქვს დათესილი და რაც თავარია, მას აქვს ბიოგრაფია ძალიან სერიოზული იმ ადამიანისა, რომელმაც შექმნა ძალიან დიდი ბიზნესი. რაც ძალიან მნიშვნელოვანია, მე ასე ვთვლი. მე ვთვლი რომ როგორც მინიმუმ ის ადგილები, რომელზეც ორიენტირებული იყვნენ როგორც მართველი გუნდი, ისევე ეს ეგრეთ წოდებული ოპოზიციური პარტიები, როგორც მინიმუმ გაუნახევრა ეს მანდატები, რაც ალბათ უფრო ოპოზიციურ ბრჭყალებში ოპოზიციურ პარტიებზე უფრო აისახება, იმიტომ რომ მათ ძალიან მაგრად ჩააჩოჩებენ. კი ბატონო, შორიდან დავიწყო, ანუ ეს ყველაფერი გამოიწვია გარკვეული პოლიტიკური ძალების და ესე იგი მართველი გუნდის ძალიან სერიოზული გაღიზიანება, როგორც კი კაცი გამოჩნდა, იმიტომ რომ ნებისმიერ ქვეყანაში ასეთი კაცის პოლიტიკაში გამოჩენას ყველა მიესალმებოდა, ვისაც თავის ქვეყანა უყვარს, ხო? ვისაც უნდა რომ რეალური პლურალიზმი შეიქმნას პარლამენტში. იმიტომ რომ სხვანაირად და ასეთი სიკეთის მთესველი ადამიანის უკვე ისეთი კარიკატურებს ხატავენ, უკვე ვეღარ მალავენ თავის გაღიზიანებას. იმიტომ რომ სწორედ მათ ფინანსებს, რისთვისაც ისინი შედიან, ძალიან სერიოზული საფრთხე შეექმნა, ხო? როგორც მინიმუმ, მე თუ კი ჩატარდა ნორმალური არჩევნები და დიდი იმედი მაქვს რომ ჩატარდება, როგორც მინიმუმ რამ აძლევს ამის მოდით აქვე ვიტყვი, რამ აძლევს ამის საფუძველს, რომ ესეთი ის გავაკეთო, ხომ? მიხეილ სააკაშვილმა პრაქტიკულად ყველა დიდ ქალაქში წააგო არჩევნები, რის შემდეგაც უამრავი შეცდომა დაუშვა და უამრავი ცუდი საქმე ჩაიდინა, მათ შორის 26 მაისი, მათ შორის ну ის ხა ძალიან შორს წაგვიყვანს აგვისტოს ომის შეფასება, მაგრამ როგორც მინიმუმ ეს უდიდეს შეცდომა შეიძლება ჩაითვალოს. ამიტომ ვთვლი რომ ასეთი ძლიერი მოთამაშის მათთვის ძალიან დიდი საფრთხე არის. კი ბატონო, ეს ქართული პარტია და ბატონი ეროსი კიცმარიშვილი აი ამ ძალების გადანაწილებაში მე მგონი აბსოლუტურ გაურკვევლობაში ვერც ჩაეწერება. ანუ ხელისუფლების თავისი პოლიტიკური თავისი პარტიაშიც რომელზეც თქვენ საუბრობთ. არა, იქ ვეღარ შევა უკვე. აჰა, გასაგები ადგილები დაკავებულია თქვენს. მე ეხლა უკვე ოფიციალურად გამოცხადება და იქ რომელიმე პარტიაში შესვლა რაღაცნაირად წარმოუდგენლად მიმაჩნია. ამიტომ თვითონაც აშკარად არის გაღიზიანებული, იმიტომ რომ მისი პარტია პრაქტიკულად ჩამოიშალა. კი ბატონო, მაგრამ ამ შემთხვევაში ტელეკომპანია ამ შემთხვევაში რა შუაშია? ნუ აქ რაღაცა არ ვიცი, ესე იგი როგორი თამაში მიდის, მე თავს შევიკავებდი ამ თამაში ხელისუფლების მონაწილეობის აი ესე პირდაპირ დადანაშაულებაში, იმიტომ რომ რეალურად ეხა თუ კი დავწყნარდებით ცოტა და კარგად შევაფასებთ, ხო ეს ვერ ხვდები მე რაში აძლევს ხელისუფლებას. შეიძლება არ აწყობდეს ის რაც ხდება მაესტროს ირგვლივ. არა, ყოველ შემთხვევაში რო აწყობდეს რაღაცაში, ხო? არა, იმიტომ რომ ეს რეიტინგს გაუზრდის აუცილებლად ტელევიზია მაესტროს, აუცილებლად გაუზრდის და რაც შეეხება აი ესეთ გადაწყვეტას, როგორც მან გადაწყვეტა პრობლემა იმედთან დაკავშირებით, ხო? დღეს ამ გადასახედიდან პრაქტიკულად ეხა მე მოვისმინე მამუკას განცხადება, მისი შეშფოთება, მაგრამ თუ კი რამე
რამე მესმის აი ამ იმაში დღეს ასეთი შეჭრა მაესტროში შეიძლება რამოდენიმე ხანში შევიდეს ფინანსური ვთქვათ სამსახური მაგრამ ძალიან დიდი იმედი მაქვს რომ ყველაფერი მოგვარებული აი ამ განცხადებების წინაშე რა ბატონმა ეროსიმ გააკეთა გასაგებია საზოგადოებრივი სექტორის მონაწილეობაზე და ზოგადად იმ განცხადებაზე რომელიც ბოლო დროს მამუკაღონტმა გააკეთა ამაზე ცოტა მოგვიანებით ვისაუბროთ უბრალოდ პარალელებით დღეს იმედთან დაკავშირებით მე რამდენჯერმე წამომცდა იმედი იმედთან დაკავშირებით კეთდებოდა მთელი დღის განმავლობაში თქვენ არ უშვებთ ამ პარალელებს ხო? იცით რა მაშინ დავიწყოთ იქიდან რომ იმ ფონზე რეალურად მიხეილ სააკაშვილს საგარეო მხარდაჭერა ცოტა სხვა ქონდა და მოთხოვნები მის მიმართ როგორც ეხლა გაისმა რომ პრაქტიკულად ამ არჩევნებზე არის დამოკიდებული საქართველოს ბედი როგორც ნატოს მიმართულებით ასევე ევროსტრუქტურების მიმართულებით ხო? ნუ პრაქტიკულად ეხლა ადამიანი ამ შემთხვევაში რო წავიდეს ასეთ დარბევაზე როგორც იმედში მოხდა და წართმევაზე ტელევიზიის ეს უკვე ავტორიტარული რეჟიმიდან პირდაპირ დიქტატურაზე გადასვლა რაც დამთავრდება დაახლოებით 2 თვეში მაქსიმუმ ეს ხელისუფლებისათვის ძალიან ცუდად პირდაპირი გადაწყვეტილება ხელისუფლების მხრიდან რომ მაგალითად სამართალდამცავი უწყების წარმომადგენლებმა მოახდინեն რაიმე სახის შეჭრა ამაზე საუბრობთ მაგრამ არსებობს სხვა ხერხები რომელზედაც აი სხვა ხერხები და სწორედ ამას ვიძახი თუ კი მომავალში რაღაც ფინანსური სამსახური შევა ხო იქ ძალიან დიდი იმედი მაქვს რომ ყველაფერი წესრიგშია იქ და ასე ვთქვათ ამის საშუალებას და კიდევ სერიოზული მხარდაჭერა არსებობს დიპლომატიური კორპუსი და რამდენადაც მე ვგრძნობ ამ ერთადერთი ნუ კავკასიასთან და ტელევიზიის მიმართ და იმის საშუალებას დღეს რაც გაკეთდა 3 წლის წინ ძალიან დიდი იმედი მაქვს რომ არავინ არ მიცემს ხელისუფლებას. ჩვენ გადაცემის დასაწყისში როდესაც ჩვენ დავიწყოთ საუბარი თქვენ თქვით რომ ცოტა მოგვიანებით შეაფასებთ იმას რაც ნახეთ. ეს რაც ნახე ახლა მე თვითონ ეს ცოტა რო უფრო გასაგებ ენაზე ვთქვა დღეს რაც ხდება ეს არის რომ დაქირავებული მენეჯერი რაღაცის მეპატრონეს აგდებს იქიდან. ესეთი რაღაცა მე საერთოდ არ გამიგია. მე რა ხა სამართლის დიდი მწოდნე არ გახლავართ, მაგრამ გამორიცხულია რომ არსებობდეს ისეთი კონტრაქტი, რომლის დარღვევაც არ შეიძლება. ამ შემთხვევაში არავლებთ პარალელს იმეთან დაკავშირებით, მაგრამ ფაქტია რომ კანონიერი მფლობელი გააგდეს, ესე რომ ვთქვათ, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მაშინ ცოტა სხვა სიტუაცია იყო, დღეს სხვა სიტუაცია არის. იმიტომ რომ მაშინ ესე იგი, როდესაც კანონიერი მფლობელი გააგდეს, ხო, მაშინ ისარგებლეს იმით, რომ ის კაცი გარდაიცვალა, შემდეგ ამოქექეს საბუთები თითქოს მან სიცოცხლეში რაღაც გააკეთა და ასე შემდეგ. დღეს ყველა ჯანმრთელად არის და ჯანმრთელად იქნებიან ღვთისწყალობით. ამიტომ ესეთი რაღაცის ანუ წილობრივი წართმევა მაესტროს დამფუძნებლებისთვის მათი ქონების, ხო? ესეთი რაღაცა დღეს გამოვრიცხა. ანუ კომიკურია თქვენ ცხადად. რა თქმა უნდა კომიკურია მისი საქციელი ბატონი ეროსის საქციელი და მე მოუწოდებ რომ სამართლებრივ ჩარჩოში დაბრუნდეს, გამოვიდეს იმ ტელევიზიიდან და სასამართლოს სახით და ასე მეშვეობით გადაწყვიტონ ის პრობლემა რომლებიც არსებობს. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩემი აზრით მაქსიმუმ რასაც მან შეიძლება მიაღწიოს კანონიერ სასამართლოში არის რაღაცა სახის კომპენსაცია, როგორც წესი დაქირავებული მენეჯერები ფირმისგან ვადაზე ადრე შეწყვეტის გამო აღწევენ. თუ კი სტუდია მაესტრო დაამტკიცებს იმას, რომ მათი ბრალდებები არის საფუძვლიანი მის მიმართ, მაშინ შეიძლება ეს კომპენსაციაც ვერ მიიღოს. ანუ ეს არის სუფთა სამართლებრივი საკითხი, ჩაერთვებიან ადვოკატები, ჩაერთვებიან სამართლის ცოდნეები და გადაწყვიტავენ ამას და რაც შეეხება დღეს იქ მის ყოფნას ეს არის გაუგონარი. გასაგები საზოგადოების მიმართ მოწოდება გაკეთდა მამუკაღლონტის მხრიდან რომ მისთვის უცნობი ადამიანები, სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული ადამიანები შევიდნენ მაესტროს ტერიტორიაზე და ის მოუწოდებს საზოგადოებას ჩაერთოს და დაიწყოს. იცით რა, მე არ მგონია რომ ეს იყოს სახელმწიფო სტრუქტურის წარმომადგენლები, სავარაუდოდ ეს არის ბატონი ეროსის მიერ დაქირავებული ეგრეთ წოდებული დაცვა მისი კომპანიის მიერ დაქირავებული. მე ესე მგონია რომ ეს იქნება მისი კომპანიის მიერ დაქირავებული დაცვა, რომლებიც მის პირად ბრძანებებს ასრულებენ ამ შემთხვევაში ის ალბათ მათ აყენებს ასეთ ვითარებაში რომ აი მე აქ ვარ ის მეპატრონე დროებითი და დაიცვან ასე ვთქვათ მისი უფლებები. კი ბატონო, კიდევ ერთი კითხვა და დავასრულოთ შემდეგ აბებიელოდება ვასიკო ჯიდიშვილთან ერთად მაყურებელს.
როგორ უნდა მოიქცეს სამართალდამცავი უწყება ამ შემთხვევაში? თავად დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ჩვენთან უпростоრად ადამიანები, რომლებიც იყვნენ ამ შეხვედრაზე, ისინი საუბრობდნენ, რომ პირველი კითხვა და გაკურება მათი იყო ის, რომ სამართალდამცავი უწყების წარმომადგენლები რას აკეთებენ, რატომ არ რეაგირებენ? თუ კი მით უმეტეს დამფუძნებლად საუბრობენ, რომ უკანონოდ არის ეს ადამიანი შეკრებილ ტერიტორიაზე. აი სწორედ აქ არის მთავარი მათი მოქმედება განსაზღვრავს საბოლოო ჯამში იმის გარკვევას საზოგადოებისთვის ამაში არის თუ არა ჩარეული და არის თუ არა რამე მითითება იმიტომ რომ დღეს მოდით ჩავთვალოთ რომ ისინი თვითონაც გაუგებრობაში აღმოჩნდნენ რადგან ერთი მხრივ ასე ვთქვათ არის ადამიანი რომელსაც საბუთებს აფრიალებს რომ მის მართვაში არის ეს კომპანია მეორე მხრივ არიან დამფუძნებლები მეპატრონები რომლებიც მასთან ხელშეკრულებას წყვიტავენ ეს პრაქტიკულად ყველაფერი მოხდა მათ თვალწინ ამიტომ ჩავთვალოთ რომ გაუგებრობაში არიან და ჩავთვალოთ და ვიქონიოთ იმედი რომ ხვალ ბატონ ეროსიკი წმარიშვილს აიძულებენ რომ გამოვიდეს ამ ტერიტორიიდან და მიმართოს სასამართლოს. თუ რამე პრეტენზიები აქვს. ძალიან დიდი მადლობა ზაზა ხუციშვილი იყო ჩვენთან სტუმრად და ისაუბრობდა დღეს განვითარებულ მოვლენებზე. აბები გელოდებათ ვასიკო ოდიშვილთან ერთად ჩვენ განვაგრძობთ საგანგებო რეჟიმში მუშაობას ეკაბერიძე დაბრუნდება სტუმართან ერთად მოგვიანებით.